კობახიძე, ნევროლოგი არის დღეს ჩვენთან ერთად, ვისაუბრებთ ძილის ფუნქციის დარღვევაზე, სტრესზე, შფოთვაზე და მოკლედ ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივა დარწმუნებული ვარ. მოგესალმებით გუჩა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ეთერში შემოსვლამდე ვიხუმრე კიდევაც რომ სწორი კვება, დიეტა და ძილის დარღვევა, სტრესი, შფოთვა, დეპრესია ეს არის ის თემები, ეს ერთად ერთიანდება, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს და ალბათ ყველასთვის საინტერესო არის და ბოლო პერიოდში, არ ვიცი ხა 10 წლის განმავლობაში ალბათ, ეხლა კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა ეს საკითხი და მოდით პირველი დავიწყოთ ძილით, ხო? სანამ უშუალოდ ძილის ფუნქციის დარღვევაზე გადავალთ, რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა როლს თამაშობს ეს, ესე ვთქვათ, სასიამოვნო პროცესი ჩვენს ცხოვრებაში, ხო? აი, რამდენად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და ის თუ როგორ გამოვიყურებით ვიზუალურად, აი, რა როლს თამაშობს ძილის ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ჯანმრთელობაში და რა ითვლება, რამდენი საათი ითვლება სწორად. რო გვეძინოს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიახ, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თემები გვაქვს დღეს განსახილველი. ნამდვილად ბოლო დროს უფრო მომრავლდა ეს პრობლემა. ისედაც ყოველთვის იყო პრობლემა, მაგრამ თითქოს პანდემიამ გამოიწვია დიდი ძვრები ამ მხრივ. პანდემიის შემდგომი პერიოდი გავლილი დღემდე გვაქვს ეს კოვიდის შემდგომი პრობლემები სინამდვილეში და ეს არ იყო გავლილი, რომ კიდე აი ამდენი პრობლემა დაგვემატა, თუნდაც მთლიან საქართველოს რო თავი დავანებოთ, სოფლიოში არის ესეთი ამბები, რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ატრიგერებს მთელ ამ პრობლემებს. რაც შეეხება უძილობას, ჩვენ ასაკობრივად ბავშვებს, მოხუცებს შუა პერიოდში სულ განსხვავებული არის ხოლმე ეს საათები, რაღაცა ასაკის შემდეგ 5 საათიც საკმარისია ხოლმე, მაგრამ 20 წლიდან სადღაც 50 წლამდე 7-8 საათი ძილი ითვლება, რომ არის იდეალური დრო. ძილს აქვს თავისი ციკლი, ფაზები. ჩაძინების პრობლემა სხვა არის. შეიძლება ადამიანს ჩაძინება არ უჭირდეს, მშვიდად ჩაიცნოს, მაგრამ კონდეს ძილის უწყვეტობის პრობლემა და ვერ ეღვიძებოდეს, ასე რომ ვთქვათ, მერე შებრუნება ძილის უჭირს. იღვიძებენ დილით დაღლილები, გამოუძინარი, უკვე მთელი დღის ხასიათზეც. ანუ თქვენ ძილის ხარისხზე საუბრობთ, ხო? ანუ შეიძლება დავუშვათ 6-7 საათი გვეძინოს, მაგრამ გააჩნია როგორ გძინავს და ანუ ხშირად რამდენად ფხიზელი ძილი გვაქვს, ხო? ალბათ ხშირად არის ხოლმე, რომ აი ეს ფხიზელი ძილი რო ამბობენ, რომ ყველაფერზე მეღვიძება, არის ხოლმე წინაპირობა იმის, რომ რაღაცა პერიოდის მერე შეიძლება ქრონიკული უძილობა დაიწყოს. ამიტომ ეს უკვე სიგნალია, რომ ორგანიზმი რაღაცას გეუბნება, რომ შეცვალე რამე, რაღაცა მოაწესრიგე, რომ ეს უკვე უფრო სერიოზული პრობლემა არ იყოს. რა თქმა უნდა, შემდეგ უძილობა იწვევს ყველაფერს. ასაკში მით უმეტეს აი ამ წლების განმავლობაში უძილო ღამეებს მერე მოიმკის ხოლმე ადამიანი და მერე ემართება რაღაცა საერთოდ სხვა დაავადება შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი თავის დროზე უძილობა. გუჩა, აი სანამ თვითონ უძილობის რასაც იწვევს, აი შფოთვები, პანიკური შეტევებიც, აი ამაზეც აუცილებლად გითხავთ, მაგრამ აი ძირითადად რა იწვევს აი ამ ყველაფერს? ეს არის თუ არა რეჟიმის ბრალი, აი რასაც მივაჩვევთ ჩვენ თავს, თუნდაც ძილთან დაკავშირებით, აი როგორც კვების რეჟიმი არის და სხვადასხვა რეჟიმები არსებობს. აი რა არის აი ამ ყველაფრის გამომწვევი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს საერთოდ 2-3 საათი ძინავთ ხოლმე, ალბათ სამსახურსაც გააჩნია, ცხოვრების წესსაც გააჩნია და საინტერესო არის ასევე ისიც რა შეიძლება იყოს ამისი გამომწვევი მიზეზი თვითონ აი ამ უძილობის და იმის რომ ხშირად ადამიანებს ძალიან ფხიზელი ძილი აქვს და ყველაფერზე ეღვიძებათ. დიახ, იცით როგორ არის, არსებობს მწვავე გარდამავალი უძილობა, რაც შეიძლება ყველას დაგვემართოს, ხო? მაგრამ თუ ადამიანს არ ძინავს კვირაში 2-3 დღე და 3 თვეზე მეტია, ამას უკვე ვეძახით ხოლმე, რომ არის ქრონიკული უძილობა. ყველაზე ხშირად მიზეზი არის ხოლმე შფოთვა, დეპრესია, რაღაცა ცუდი ამბები ცხოვრებაში, რაც ხდება, სტრესი, ხო, ეგრეთ წოდებული ნევროტიზაცია გარემოსგან. იწვევს ყველა ქრონიკულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს რაღაც ეტაპზე უძილობა. მიზეზი ძალიან ბევრი არსებობს და აი ეს თქვენ რაც თქვით, ჩვევები, ყველაზე წამალზე მნიშვნელოვანია ზოგადად ძილის მოწესრიგებას რო შევეხოთ არის ეს ქცევები, ძილის ჰიგიენა პირველ რიგში.
უნდა ვეცადოთ, რომ ერთ და იგივე დროს დავიძინოთ, ერთ და იგივე დროს გავიღვიძოთ, საწოლი ემსახურებოდეს ძილს და იქ არ იყოს ტელევიზორის ყურება, სკროლვა ეგრეთ წოდებული, წიგნის კითხვაც კი არ არის რეკომენდებული საწოლში, იმიტომ რომ მე უკვე ლოგინთან სხვა ასოციაციებია და არ არის ძილით დატვირთული. ვისაც უძილობა აქვს, საერთოდ ლოგინის დანახვა არ უნდა, იმიტომ რომ ტანჯვასთან ასოცირდება, უნდა დაწვეს, იწრიალოს, ხო? ძილის წინ სეირნობა, ფიზიკური აქტივობა, განიავება ოთახის აუცილებლად 18 გრადუსამდე უნდა იყოს ოპტიმალური ტემპერატურა ძილისთვის, ხო? სოციალიზაცია დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ღამე უკვე კარგად გვეძინოს. შფოთვა არის ხოლმე წამყვანი, წვებიან და ეწყვებათ. შფოთვა დღის განმავლობაში რა ხდებოდა იმაზე ფიქრი და ეს გადადიან და 1000 რაღაცა შეიძლება გაახსენდეს ამ დროს. რა თქმა უნდა, თავარი არის ხოლმე ეს რა, შფოთვა, დეპრესია, გუნებგანწყობა. საინტერესოა თქვენ ახლა ახსენეთ, რომ კარგი არის თუ ერთი და იგივე დროს დაუშვათ დავწვევით დასაძინებლად და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ხშირად გაგვიგია, რომ აი აუცილებელი არის, რომ 12, აი 11-დან 12 საათამდე უკვე მოვამზადოთ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი გონება იმისთვის, რომ გადავიდეთ აი ამ ფაზაში, ხომ? ნუ ალბათ გააჩნია ადამიანებს კიდე როდის ეწყებათ სამსახური და მეორე დღეს რა ცხოვრების რეჟიმი აქვთ, ხო? მაგრამ აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად რომ აი პირველ საათზე, 2 საათზე იძინებს და ნუ ესეც გარკვეულწილად ალბათ არევას იწყებს, ხო? აი ამას თუ აქვს მნიშვნელობა, როდის წვევით დასაძინებლად. დიახ, რა თქმა უნდა, აი ის რომ სამაგერო დღისით მძინავს, ეს რა თქმა უნდა არაბალანსებს, გამიზილი არის შეუცვლელი და აუცილებელი ყველასთვის, რა თქმა უნდა. მნიშვნელობა აქვს რომელ საათზე ვიძინავთ, ახლა დილის 5 საათზე არ უნდა ვიძინავდეთ. ყველა კი არის ინდივიდი, ყველას თავის ფიზიოლოგია აქვს, მელატონინის ციკლთან არის ეს დაკავშირებული. ამიტომ არის ხოლმე რომ 11-დან პირველ საათამდე არის რეკომენდებული რომ უკვე გვეძინოს. მაგრამ ნუ ვიღაცა შეიძლება 2 საათზე იძინებს და დგება 10 საათზე, მაგრამ ეს მისია და კარგად გრძნობს თავს. და ჩვევებს ძალიან იმდენად აქვს დიდი მნიშვნელობა, აი დაწოლადეს, ხო, დილით რო იღვიძებენ ხოლმე თუნდაც შაბათ კვირას არ არიან არსად გასვლები და ხამის პერანგს არ იხდიან. ანუ აი პერანგსაც რო დაინახავს, ტვინმა უნდა იცოდეს, რომ ეს ძილთან ასოცირდება. აი ეს პატარ-პატარა ხრიკები არსებობს და ძალიან ბევრი რაც საბოლოოდ აწესრიგებს ამ ამბავს. თან ტონუსშიც არ არის, ესე თქვათ, ორგანიზმი და არ არის მოტივირებული, ალბათ დილით რო დგები სურო სახლიდან გასვლა არ გიწევდეს. კი, ეხლა ცოტა ხანს ყოველს გიყვარს მაგალითად დილის ყავის მიმირთმევა თუ რა თქმა უნდა არსად არ გვეჩქარება იგივე ხალათით და იგივე საღამორით, მაგრამ ალბათ კარგი არის, რომ ის თურმე ამბრობთ თუ არა უნდა კი, უნდა მოუწესრიგდეთ აუცილებლად. აი საინტერესოა თვითონ დეპრესიაზეც, შფოთვაზეც და აი ამ სტრესზე და ბოლო პერიოდში ეს ტერმინები ახლა რაც ჩამოვთვალეთ, რა ძალიან გახშირებული არის მომართვიანობა, ხო? აი ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა დაუშვათ იყოს დეპრესია და სწორედ ეს დეპრესიული ფონი იწვევდეს უძილობას, ან პირიქით ის რომ დაუშვათ ამოვარდებით რეჟიმიდან, იგივე სამსახურიდან გამომდინარე, იგივე ჩვენი იგივე ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ის უძილობა იყოს, აი ჩვენი ხასიათის გამსაზღვრელიც ის რამდენ ხანს გძინავს, რამდენად დაუშვათ ემოციურები ვართ შემდგომ უკვე თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობაში და შეიძლება თუ არა რომ ის უძილობაც იყოს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იგივე შფოთვითი აშლობის და დეპრესიისკენ მიდრეკილებს. აი რაღაცნაირად როცა პატარა ელემენტარულ პრობლემასაც სამსახურშიც კი ძალიან მძაფრად აღიქვა. კი ბატონო, დიახ, როგორ კითხვა მქონდა ერთდროულად. მაგრამ ერთი ამბავია მაინც. როგორც წესი, ერთი ციკლია ხოლმე. დიახ. უძილობა იწვევს შფოთვას და დეპრესიას და შფოთვა და დეპრესიაც იწვევს უძილობას. თუ ადამიანს აქვს დეპრესია, დეპრესიის დროს არის ხოლმე ან უძილობა, ან პირიქით სულს ძინავს ადამიანს. რა ორივე ერთნაირად დამაზიანებელია, ეს არ არის, ბევრი ძილიც არ არის კარგი. როდესაც ადამიანს აქვს შფოთვა და ღამე კიდე არ ძინავს, უძილობა კიდე უფრო ამძაფრებს, რა თქმა უნდა, ამ შფოთვას. თუ ადამიანს ჯერ შფოთვა არ აქვს და დეპრესია არ აქვს, უძილობა აუცილებლად მიიყვანს ერთ დღეს დეპრესიამდე, აუცილებლად მიიყვანს შფოთვამდე. სამივე ერთად ძალიან ხშირად არის. დეპრესია, შფოთვა და უძილობა ერთ პაციენტს, აი დაახლოებით მოსახლეობის 60-65%-ს, ვისაც აი ეს პრობლემები აქვს, ერთობლივად აქვს ეს ყველაფერი რა. იმიტომ რომ ერთი ჯაჭვია, ერთმანეთს იწვევს. კარგად თუ არ გამოიძინე, თუ დილით რაღაც ახალი ენერგიით გაღიზიანებული ხარ, ეს გაღიზიანება, ეს ნევრატიზაცია, ეს 1000 ფაქტორი ერთმანეთს ემატება და შფოთვა რა თქმა უნდა ძლიერდება. შფოთვა ხო სინამდვილეში რა არის, ყველას გვაქვს, ხო, ყველა ადამიანი რაღაცაში შფოთავს, ყველა ადამიანი რაღაცაზე ნერვიულობს, მაგრამ რაღაც რესურსი გაგაჩნია.
ეს რო ყოველდღიურობას იღებს უძილობა ემატება და ამდენი საშინელება რაც გარშემო ხდება აუცილებლად შფოთვა უკვე პათოლოგიური ხდება და სულ რო არ ელოდები ისეთ გარემოში მოუმზადებელი ხარ შეიძლება დაგეწყოს უკვე პანიკური შეტევა კი ბატონო. საინტერესო ალბათ ისიც რომ არიან დაუშვათ ადამიანები რომლებიც პირიქით ძალიან აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ იგივე სამსახურის შემდგომ სამსახურის მერე გართობა და ეს იყოს ან ისეთი სამსახური რომელიც მუდმივად მთელი დღე ჩართულობას მოითხოვს და იგივე თუნდაც ბევრს აქვს მორიგეობა ხო გააჩნია ალბათ სფეროს ან არის პირიქით შემთხვევა და ამიტომ არის უძილობა ან პირიქით არის შემთხვევა როდესაც საქმე არ გვაქვს არ ვართ ფიზიკურად აქტიურები, არ ვართ გონებრივად აქტიურები და ალბათ, როდესაც გონებრივადაც არ ვართ აქტიურები, ეს კიდევ მეტად უფრო იწევს, იმიტომ რომ არსად არ მიდის ხო ეს ჩვენი ენერგია. საინტერესო არის ასევე, აი, როდესაც ხდება დაუშვათ ძილის ფუნქციის დარღვევა, აი, გარდა იმისა, რომ სტრესი, შფოთვა, ну, ამაზე მეტი ხარ რა უნდა იყოს, მაგრამ რამდენად აისახება ეს ყველაფერი თუნდაც აი კვებით დარღვევასთან მიმართებაში, ანუ ვიცით რომ აი ამ თემასთან ერთად აი თავდაპირველად რო ვახსენე, კიდე ყველაზე პოპულარული რაც აქტივობას არ კარგავს და მუდმივად საინტერესოა ყოველთვის ეს არის ну დიეტაზე საუბარი, სწორკვებაზე საუბარი, რამდენად კავშირშია თუნდაც ის ჩვენი ფიზიკურად სხეული როგორ გამოიყურება ძილთან და იგივე საკვების მოთხოვნილებასთან. დიახ. როდესაც ადამიანი შფოთვას, როდესაც ადამიანი დეპრესიაშია, ეს ყველაფერი ხო მაინც მოდის თავის ტვინიდან და ნეირომედიაცია არის მაგ დროს შეცვლილი. ჰორმონალური დისბალანსია. კორტიზოლი გამოიტყორცნება დიდი რაოდენობით, მის შემცველობა არის სისხლში დიდი რაოდენობით, კორტიზოლი რო არის დიდი, გაქვს გაცხოველებული შიმშილის გრძნობა, გინდა რომ სუჭამო, აღარ აქვთ ხოლმე რესურსი საკვების მიღების მაინც ჭამენ, მერე იწყება ღებინება და მერე ამაზე ნერვიულობა ღებინების შემდეგ ისევ იწყებენ ჭამას. ესეც შფოთვის გამოხატულებაა, შფოთვის ერთ-ერთი ფორმაა კვებითი აშლილობა, ხო? ან პირიქით ისეთი სტრესში ვარდებიან და ისეთი სომატიზაცია, ასე ვთქვათ, ხდება ორგანიზმის, რომ საერთოდ ვეღარ იღებენ საკვებს. ვერ ყლაპავენ, ამბობენ, რომ ნუ აი აქ გამეჩხირება, აქ ეს მოხდება, აქ ეს მოხდება. თან მუდმივად დღის განმავლობაში გვიწევს ბევრი კოფეინის მიღება, იმიტომ რომ თუ არ უძილობა გვაქვს და მეორე დღე სამსახურში მივდივართ, რა თქმა უნდა, ხო. ეს კოფეინის დღის პირველ ნახევარში ცოტას თუ დავლევთ, არ არის პრობლემა, მაგრამ რაღაცა 4-5 საათის შემდეგ თავი უნდა შევიკავოთ, იმიტომ რომ ძალიან ამგზნებლად მოქმედებს ორგანიზმზე. კი ვიმეორებთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, ზოგი ამბობს, რომ მეყავა არაფერს მიშვება, ეს დღეს არ უშვება არაფერს, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ სადღაც გავლენას ალბათ იქაც იქონიებს. გარდა ხოდა კვებას რაც შეეხება ასე დროს როგორც წესი ნახშირწყლოვანი საკვები უნდათ ხოლმე და ტკბილს ჭამენ. ტკბილის მიღება კიდე თავისთავად კიდე შფოთვას იწვევს და მთელი ციკლი და მთელი ამბავი არის ხოლმე ამაში ჩართული. საინტერესო არის თვითონ როგორ ხდება პრობლემის აი აღმოფხვრა ხომ? თვითონ ეს საჭიროა თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა თუ თავდაპირველად როდესაც მოდის პაციენტი ურჩევთ რომ თვითონ ნელ-ნელა რაღაცნაირად რეჟიმში ჩადგეს და ალბათ აქამდე სანამ ამ კითხვას დავსვამდი აქვს თუ არა ეტაპები თვითონ აი ძილის ფუნქციის დარღვევას ალბათ ამითაც განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი ხო? დიახ, აი უძილობასთან მიმართებაში რა ვთქვათ, წეღა როგორც თქვით, ფხიზელი ძილი ვისაც აქვს როგორც წესი ბოლოს როდისღაც გაუჭირდებათ ხოლმე და ჭირდებათ სპეციალისტის დახმარება. აი მწვავე უძილობა რაღაცამ გამოიწვია, ვინერვიულე უცებ რაღაცა მოხდა, ეს არ არის პრობლემა და ეს რამოდენიმე დღე გრძელდება. და თუ არის ქრონიკული გათენებიდან უნდა დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, სწორი ურთიერთობებით, სწორი გარემოთი, გასეირნება, ვარჯიში, საკუთარ ემოციებზე საუბარი, როგორც წესი აი ამას გამოშვება, განტვირთვას უკეთებს ხოლმე თავის ტვინს და კი უჭერთ. აი ამ ბრაზის რაღაცა ნეგატიური ამბების ტრანსფორმირება ფიზიკურ ვარჯიშში, თუნდაც დარბაზში სიარულით ცურვა, მედიტაცია, იოგა ძალიან კარგია, ცოტა თავიდან მეტნების ყოფას მოითხოვს, მაგრამ გადასარევი შედეგი აქვს ხოლმე. აი ამ ძილის ჰიგიენის მოწესრიგება თავიდან ვიწყებთ აი ასეთი რაღაცა ცვლილებებით, დღის რეჟიმის შეცვლით და გამოსწორებით და გაჯანსაღებით. კვება აუცილებლად, სითხის მიღება, ყველაფერი უნდა იყოს ბალანსში.
თუ ამას ადამიანი აკეთებს და მაინც არ დგება ძილი, მაგ შემთხვევაში უკვე მედიკამენტოზური ჩართვაა საჭირო და რაც შეეხება უკვე შფოთვას და დეპრესიას, მანდაც ერთი არის რომ მაგალითად შფოთვითი აშლილობა არსებობს გენერალიზებული, მაგრამ არის პანიკური შეტევები, შფოთვითი შეტევები. შეტევის რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის რომ მაქსიმალურად არ დაგვემართოს პანიკური შეტევა, ისე ვიცხოვროთ, ხო? რიგ შემთხვევაში აქაც ან ფსიქოთერაპიაა საჭირო, ან ანტიდეპრესანტია საჭირო, მედიკამენტოზური თერაპიაა საჭირო, მაგრამ აი შეტევა, როდესაც უკვე განვითარდება, ხო, აი საერთოდ არ ელოდებიან უცებს, საერთოდ შვიდ გარემოში ეწყებათ კანკალი, უჰაერო, ხშირად გულის პრობლემას გონიათ ხოლმე რომ გულია, იმიტომ რომ ის აი სომატიზაცია, ანუ ეს შფოთვა დაიმალება ხოლმე ორგანულ პრობლემებში, თავის ტკივილი იწყება, რაღაცა დიარეა შეიძლება დაიწყოს, მუცლის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა, ეს შეგრძნებები, მაგრამ ეს დაიწყებს ხშირ სუნთქვას. ხშირ სუნთქვას რა იწყებს თავის ტვინს ორგანიზმს გონია რომ რაღაცა იხრჩობა ადამიანი და ჩართავს მთელ რიგ ნივთიერებებს და ეწყებათ კანკალი, რაღაცა 1000 ყველას ინდივიდუალურად გამოვლინდება. პირველი არის ხოლმე ძალიან რთული, პირველად რომ ეს ადამიანს ემართება, არ არის მზად და გამოუცდელია და არის პანიკის პიკი ეგეთ დროს. მაგრამ დროთა განმავლობაში რამდენჯერმე 2-3ჯერ და შემდეგ რომ უმეორდებათ ეს შეტევები, ეჩვევიან და იციან როგორ უნდა მოიქცნენ ესეთ დროს. პირველი არის ხოლმე რომ სუნთქვაზე უნდა ორიენტირდეს ადამიანი, გარემოს ფოკუსირება უნდა მოახდინოს, რაღაცა ფიზიკურად უნდა შეკუმშოს კუნთები გაშალოს და რაც მთავარია, უნდა გაიხსენოს და ითქვას იმაზე, რომ ეს არის დროებითი მდგომარეობა, სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება და გაივლის. სუნთქვა ჩასნელა ჩასუნთქვა დაყოვნება ამოსუნთქვა რაღაც არის ხოლმე 5-2-5-ის პრინციპი 5 წამით ჩაისუნთქავენ და აყოვნებენ ამოისუნთქავენ ესეთ დროს გარდა ჟანგბადით ნაკლებად მდიდარი სისხლი გვჭირდება რადგან აი ჰიპერვენტილაციას უნდა მოყვეს ეს დათრგუნვა ამ დროს ადრენალინი არის დიდი რაოდენობით გადმოტყორცნილი და ცივ ჰაერზე თუ გავა ცივ შხაპს თუ მიიღებს ცივი წყლით ხელებს დაიბანს ესაუბრება ვინმეს თავის პრობლემებზე ადრენალინის ქვემოთ დაწერს და ხო უნდა ფოკუსირდეს გარემოზე და აქაც არის ხოლმე 5-4-3-2-1 პრინციპი. უნდა ჩამოთვალოს 5 რამე რას ხედავს, 4 რა გრძნობა აქვს, 3 რა ესმის, 2 გემოვნება რისის სუნისებს და 1 რამე უნდა თქვას რის გემოსაც გრძნობს და აი ესეთ დროს თითქოს ვატყუებს თავს რომ სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება და ამ დროს ადამიანი მშვიდდება და სიმწვავეც შემცირდება გამოვლინება შფოთვის პანიკური შეტევის და დროშიც უფრო შევამოკლებ და მალე გამოვა ადამიანი მდგომარეობიდან. აი რაც შეეხება, როდესაც საუბრობთ თვითონ მედიკამენტებზე, ხომ ხშირად გაგვიგია ისიც, რომ ზოგს პირიქით ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს ამ მედიკამენტების მიმართ, ზოგი თვლის რომ მედიკამენტები არ შეიძლება, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხო ეს ყველაფერი ჯაჭვია ჩვენ რაზეც საუბრობთ, ნევროლოგი, ფსიქოლოგი, აი თუნდაც მით უმეტეს თუ არის იქ ძილის დარღვევა, პანიკური შეტევები, შფოთვა, დეპრესია ესე ვთქვათ, ერთგვარი აი ძალიან დიდი ბუკეტი არის, ხო, რომელიც ადამიანს ძალიან აწუხებს და განიცდის ამ ყველაფერს და თან არიან ადამიანები, რომლებიც აი თქვენ რო ახსენეთ, თვითონაც იაზრებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაცნაირად შინაგანად ვერ აქვთ ისე კარგად მდგომარეობა, მაგრამ ნუ აი არც უნდათ მაგალითად თუნდაც ნევროპათოლოგთან მისვლა, თუნდაც ფსიქოლოგთან მისვლა და აი ნევროპათოლოგთან მისვლა უფრო რაღაცნაირად სტიგმა არის მე ჩემს ირგვლივ რასაც უყურებ და რაც გამიგია მართლა ჩემი მაგალითი თუ ამბობ სხვაზე არა ჩემს ირგვლივ ვიდრე ფსიქოლოგთან. აი ეს სტიგმა ალბათ იმიტომ რომ როგორ შეიძლება რაღაცნაირად აი ეს მედიკამენტები დავლიო, როგორ შეიძლება ანტიდეპრესანტი დავლიო, როგორ შეიძლება თუნდაც რაღაცა იქ ფსიქოტროპული მედიკამენტი დავლიო, რომელიც რა თქმა უნდა არის რეცეპტული და ამ ყველაფერს ნევროპათოლოგი ნიშნავს და ეს არ გრძელდება რაღაც 2 და 3 თვე, ხო? ანუ ეს სტიგმა მაინც არის. რამდენად იწვევს ეს ყველაფერი მედიკამენტები დაუშვას დამოკიდებულებას და თან ალბათ პირიქით, ანუ აქ ამ მედიკამენტებზე მე არ მგონია პირიქით უნდა იფიქრონ ადამიანებმა რომ ეს რაღაცნაირად ან ჩვენს მოდუნებას იწევს და ან კიდე რაღაცნაირად არარეალურ სამყაროში გვაყენებს პირიქით მე მგონი მაგ დროს როდესაც ეს მდგომარეობა არის გვაბრუნებს რეალურ სამყაროში ხო აი ამ მედიკამენტებზე და ზოგადად მკურნალობაზეც რომ ვისაუბროთ იგივე ნევროლოგის ფსიქოლოგის და ეს ჯაჭვი როგორ უნდა იყოს სწორად შეკრული ხო, სამწუხაროდ საზოგადოებაში სტიგმა არსებობს. წინა წლებთან შედარებით ვიტყოდი რომ ნაკლებად. კი.
ფსიქიატრთან ძალიან ერიდებიან ხოლმე მისვლას, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. ნევროლოგთან, ხშირად ფსიქიატრის სამართავი პაციენტი ნევროლოგთან მოდის, იმიტომ რომ ფსიქიატრზე კიდევ უფრო დიდი შეხედულებაა, ხო. სინამდვილეში შფოთვა, დეპრესია, პანიკური შეტევა საერთოდაც არ მიუთითებს ადამიანის სისუსტეზე, ხო? ძალიან ძლიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს პანიკური შეტევა. იგივე მედიკამენტს ვსვამდი, აი მე მაგალითად აი ბოდიში გაწყვეტინოთ რაღაც სახის სამკურნალოს, აი აკნე გამონაყარის გამო, რომელიც უჩვენება ქონდა ზუსტად ის, რომ დეპრესიისკენ მიდრეკილება და უძილობა და შესაბამისად შეიძლება ამის გამოც დაგჭირდეთ დალევა. აი, თქვენ თქვით, რომ აკნეზე მკურნალობით, ამასაც არ ამბობენ. ან მარტო ფსიქოლოგი, მარტო ფსიქიკურ პრობლემებზე არ არის. ყველა დაავადება საკმაოდ მალავენ და გონიათ, რომ ეს რაღაცა სირცხვილია და რატოა სირცხვილი? ყველას რაღაცა შეიძლება დაემართოს, ეს არაფერს არ მიუთითებს საერთოდ. მით უმეტეს, როდესაც მნიშვნელოვანია ექიმს როდის მიმართავს. შეიძლება უკვე მეზობლის დანიშნულებით იქამდე იყოს მისული, რომ მე ძალიან გამიჭირდეს მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ხო, აი სტიგმას რაც შეეხება ყველამ, აბსოლუტურად ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს შფოთვა და ესეთი ფსიქიკური პრობლემები არ არის სისუსტის ნიშანი, ეს არის უბრალოდ ექიმთან მისვლა მით უმეტეს არის საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისგებლობა. აბსოლუტურად რაღაცა პირიქით რა კარგია, რომ შევამჩნევთ, რომ რაღაცა მიჭირს, რომ დროზე მივხედოთ. ხო, იმ დონემდე არ უნდა მივიდეთ, რომ უკვე ვერ ხვდებოდეთ, რომ რაღაცა ჭირს. აქაც საშინელი დაავადება არსებობს, როცა ბოლო სტადიაზე ვიგებთ, ხო და მით უმეტეს ძალიან ბევრია, რაც შეგვიძლია ახლავე მოვაგვაროთ. შეიძლება უბრალოდ ფსიქოთერაპია იყოს საჭირო. მედიკამენტამდე არც მივიდეთ და რაც შეეხება მედიკამენტს, აქაც ძალიან ბევრი არსებობს, როგორც წესი დამოკიდებულებებს ეს მედიკამენტები, რასაც ჩვენ ვიყენებთ, არ იწვევს. თუ იწვევს, ისიც მიჩვევას ისე ნელ-ნელა ეჩვევიან, ნელ-ნელა გადაეჩვევიან. ერთადერთი რაც ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს ანტიდეპრესანტთან მიმართებაში არის ის, რომ ეფექტი როგორც წესი 2-3 კვირის შემდეგ არის მიღების დაწყებიდან და რაღაცა არიციან ხოლმე და აი 2 დღეში ამბობენ, რომ მე ამან არ მიშველა. ჯერ ბუნებაში არ გამოუგონიათ ეგეთი, რომ რომელიც 1 დღეში შველის ყველაფერს. სამწუხაროდ არ არის ეგეთი და ძალიან დიდი მადლობა სტორობროპისთვის, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. გუჩა კობახიძე იყო ნევროლოგი, დღეს ჩვენ კობაიძე უბუკოს რავად. ნევროლოგი დღეს ჩვენთან ერთად.